გამარჯობა ყველას, მე ვარ ირაკლი. დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ჩემი მოტოს Yamaha FZ6 სერვისი, მიმოხილვა და ტესტ რაიდი. აქვე გეტყვით, რომ ვიდეო ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში გვაქვს სერვისი, ხოლო მეორე ნაწილში მიმოხილვა. ასე რომ, აღწერაში დავურთავ ტაიმკოდებს და თუ სერვისის ვიდეო არ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ეგრევე ტესტ რაიდზე გადაახვიოთ. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ და გადაუზიაროთ ეს ვიდეო თქვენს მეგობრებს. ყველას დიდი მადლობა და მოდი დავიწყოთ. რა ლამაზი. გამარჯობა მეგობრებო. დღეს პატარა ტექნიკური ვიდეო მექნება. ზეთი უნდა შევუცვალო მოტოს, ზეთის ფილტრი, აალების ანთლები, განახებთ მოკლედ რაც მაქვს ნაყიდი. მოტულის Z7100, ზეთის ფილტრი ასევე, ირიდიუმის აალების ანთლები, უნდა ჩამოვცვალოთ ძველი ზეთი და ჩავუშვოთ ახალი. იქით მაქვს ინსტრუმენტები, რაც შეიძლება დამჭირდეს. ეს მინდა გამოვიყენო ზეთის ფილტრისთვის, იმიტომ რომ ამას არ აქვს დამჭერი თავი, როგორიც აქვს ძველ ფილტრს. ეგ თუ დაინახოთ. გზა და გზა გიხსენთ კიდე რამე ტექნიკური რამე დეტალი თუ იქნება, რაც გასათვალისწინებელია და მოკლედ დავიწყოთ რა, დრო რო არ დავუკარგოთ. ნელ-ნელა დავშალოთ. ესე იგი რა გვაქვს გეგმაში. უნდა მოხსნა ეს პლასმასი, რათა გამემართებდეს ზეთის ჩამოსხმა. ისედაც გასარეცხი, გასაწმენდი არის ეს და პლუს ამას მინდა კოლექტორები დავწმინდო და გავაპრიალო. ზეთის ფილტრი აქ გვაქვს, ზეთიც აიქ. აქედან ჩამოისხმევა. აალების ანთლების შემთხვევაში კი ორი ვარიანტი მაქვს. ან რადიატორი უნდა მოხსნა და აქედან შევძრე. ან მეორე ვარიანტია, ბაკი ავწიო. ბაკის ქვეშ არის ჰაერის ფილტრის ყუთი, აკუმულატორი, ისინი ყველაფერი ამოყარო და ზემოდან დავეჩალიჩო სანთლებს. არ ვიცი შევხედოთ რომელი უფრო მარტივი იქნება და იმის მიხედვით ვიზავ და ვიმოქმედებ. კარგია. ჩვენი სპეც ინსტრუმენტი. ცხელი ზეთი. არ არის ძალიან მუქი. უარეს ველოდი, მაგრამ ბევრიც არ აქვს გარბენი. რა შემოიცალოს და მანამდე მოხსნათ ზეთის ფილტრი. დავალოდოთ ახლა ეს კარგად ჩამოვიდეს. ზეთი რაც არის, ჩამოიწუროს. კაენი, რომელია ეს 204 ხო? 204. კი ბატონო. ეს ნაგავში. მოკლედ ზეთი ჩამოვცალეთ. ნოწვეთავს კიდე. ეხლა ოდები გადმოვაყირავებთ და წავეჯიკავები მოტოს და რაც არის დაბლა დარჩენილი, ამის ქვემოთ კიდე ოდნავ არის რაღაც დონე, რაც უნდა გადმოვაქციონო ვეცდები ყოველ შემთხვევაში. ხო, დამოვიწყდა მეთქვა, რომ ზეთის შესვლამდე ძრავი უნდა იყოს ოდნავ გაცხელებული და ზეთიც მათ შორის, შესაბამისად, ძრავი იქნება ცხელი, ზეთიც ცხელი იქნება, რომ გადმოვიდეს. მაღლა თუ არ ამე დარჩენილი ზეთი, რა ჩამოვიდეს მარტივად, იმიტომ რომ ცივზე რო შეცვალო, ბლანტი იქნება ზეთი და ისე მარტივად არ ჩამოვა დაბლა. ეგ წამოვიდა კიდე. თავარი წინ არ გადამიგორდეს ახლა მოტა. არც ისე მსუბუქია. რა დაგიმალოთ. კაი, ერთს კიდე გადმოვაყირავე და ეყოფა მე მეტი რაღა უნდა. ეყოფა. ჩამოიცლებოდა სულ. გავაწმინდოთ. დავაყენებ ახალ ფილტრს. ეხლა დავუჭიროთ ზეთის თავი, თავსახური, თუ რაც არის მოკლედ. ამას რო იცოდეთ, ძალიან გადაჭერა არ უნდა, იმიტომ რომ ალუმინია და თუ ძლიერ ძალას დავატანთ, შეიძლება გავტეხოთ. ეს აღარ დაგჭირდება. დაგვექცეს. აბა, როცა იგზნობ ხელში უკვე უჭირს დატრიალება, უნდა შეეშვა. ეგ არის. საკმარისი. ეხლა დაგჭირდება ზეთის ფილტრი. და სანამ ზეთს დავაყენებთ, გარშემო უნდა წავუსვათ ოდნავ ზეთი, რათა კარგად ჩაჯდეს. წითელი მოტული. შეგვიძლია ცოტა ჩავასხათ კიდეც შიგნით. აბა. დალია. აი ასე, ოდნავ მოусვათ, დავასვალოთ და დავაყენოთ. ტუკ, მიდი. ეგ არის. ეხლა დაგჭირდება ეს ინსტრუმენტი. სპეციალური რაღაც ინსტრუმენტია, რომელიც მოეჭიდება და დაატრიალებს. და ესეც ძალიან არ უნდა დაუჭირო, რომ გამაგრდება უნდა შევეშვოთ. მიდი შენი. ეპიკ ფეილი არ ეჭირება. არ ეტევა. კაი, მაშინ ხელით უნდა დაუჭიროთ. ძლიერად. ეგ არის.
ზეთი ჩამოვცალეთ. ახალი ფილტრი დავაყენე, ხუფიც დაუჭირე და მე მგონი უკვე დროა ჩავასხათ ახალი ზეთი. ნახე როგორ წითელია. ჩანს. აი მე განახებთ. გადმოვიდეთ მეორე მხარეს, სადაც უნდა ჩავასხათ ზეთი. აქეთ აქვს ხუფი. უხსნათ თავიდან. აქედან უნდა ჩავუშვათ. ახალი ზეთი. ახლა განახებთ როგორი ფერი აქვს ამ ზეთს. წითელი. რა ამბავი გვაქვს ახლა ჩვენ? ზეთი კი შევცვალე ვითომ რა მოკლედ ზეთი და ზეთის ფილტრი შევცვალე, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. და აალების სანთლებზე რო გადავედი, ძალიან საჩალი თუ გახდა. უნდა მომეხსნა, როგორც თქვი, ან რადიატორი, დაქვევიდან შემძვრალიყავი, ან ზედამხარე. და ამჯობინე ზედამხარე, იმიტომ რომ როგორც ვნახე YouTube-ში და ChatGPT-მაც მითხრა, რომ ზედამხრიდან უკეთესი იქნებოდა, ხო და მოკლედ ეს არის ჰაერის ფილტრის ყუთი, რომელიც მოხსენი. აღარ გადამიღე ახლა, იმიტომ რომ ძალიან საჩალი იყო და სულ გავისწორი, გავითხოვარი. აქ სალფატკები ჩავტენე დროსელებში, რომ ტვერი არ ჩავიდეს. ახლა ამ ჩიხოლს მოხსნი, აი შავად რო არის აკუმულატორის ქვემოთ და ჩავძრები აალების სანთლებამდე. მოკლედ გუშინ ვერ მოხსენი სანთლები, იმიტომ რომ არ მქონდა სპეციალური დამაგზელებელი ხელსაწყო. ის კი მქონდა, მაგრამ არ ჩაწვდა, იმიტომ რომ ძალიან დაბალზე არის სანთლები, აი წარმოვიდგინე, რამდენი დააკლდა ამას. არ მქონდა სხვა ხელსაწყო, მეგონა ჩავწვდებოდი, მაგრამ არაო, ეგრე მარტივი არ იყო რა. ახლა მოვიტანე ეს დამაგზელებელი და წესით სანთლებს ამოვყრით და შევცვლით. შევუდგოთ ახლა საქმეს, დრო აღარ დავკარგოთ წყვილად და ამას კი აჩქარებულ ვიდეოზე განახებთ იმედია დასრულებულ მოტოს. აქ გვაქვს ასეთი სიტუაცია. ფილტრის ყუთი მოხსენი, აკუმულატორი მოხსენი და აი აქედან უნდა ჩავუდგეთ ახლა და მოვყაროთ აი ეს ამათ სახლები დამოვიწყოთ. ამებს ამოვიღებთ, აი განახებთ მოკლედ. და აქ შეგენთ გვაქვს სუეჩა. აალების სანთელი. კაი, მოკლედ შევუდგები ახლა საქმეს და ნელ-ნელა ამოვყრი 4-ვეს. ძლივს, აი ძალიან დიდი წვალებით ამოვიღე 4-ვე ცილინდრი და მოიც ახლა განახებთ. ეს სამი ასეთია, მაგრამ აი ეს რა არის? ესეც რა დღეში არის, გაშოვებულია ყველა, ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. მაგალითად კომენტარს აღარ გავაკეთებ, წავალ ახლა ისევ ბევრი წვალებით და ტანჯვით ჩავაყენებ ახალ აალების სანთლებს. ესე იგი დავიწყე უკვე სანთლების დაყენება. პირველ ცილინდრში ჩავსვი, ცოტა კი ვიწვალე, მაგრამ ჩასმა უფრო ადვილი იყო ვიდრე ამოღება. ეს უკვე განახეთ და ასეთი ახალი. ეს არის ირიდიუმის სანთლები. თუ ჩანს, ნახე, ბევრად წვრილი თავი აქვს. ამასთან შედარებით, ძველთან შედარებით. ნახე, ამის თავი როგორია, უფრო მსხვილია. ირიდიუმი ბევრად გამძლეა, ბევრად დიდხანს ცოცხლობს და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს. წესით მუშაობა უნდა დასტაბილურდეს ეს ყველა ნაგავში. კაი, წავალ ახლა გავაგზელებ ჩაყენებას. ცოტა გამაწვალა, მაგრამ არ აუშვეს. მივხედოთ საქმეს. ეგ არის. ორი ცილინდრი მზად არის. დაგვრჩა მესამე და მეოთხე. მეოთხე გამაწვალებს წესით. როგორც ამოღებაზე ვნახოთ. მგონი ეგ არის. ჩავსვი აალების სანთლები და დავიწყებ ახლა ნელ-ნელა აწყობს. ესე იგი პატარა შუალედური ვიდეო, დავაყენე აკუმულატორი, აკუმულატორის ქვეშ რაღაც რეზინის დამცავი იყო და ისიც ჩავსვი. ახლა დავაყენებ ფილტრის ყუთს, დავაერთებ აკუმულატორის კლემებს და არ ვიცი, დავქოქავ იქნება პირველი სატესტო დაქოქვა და ვნახოთ. იმედია დაიქოქება. ავაწყე ყველაფერი, აკუმულატორიც დავაერთე, ჰაერის ფილტრიც, რავი, წესით ყველაფერი შევაერთე. ერთ ვნახოთ. დადგა ის მომენტიც. აბა, სადოთ.
1400 უჭირავს ახლა ციუზე. არ ვიცი, ნახოთ ახლა დაველოდოთ, გახურდეს ზრავი და შევხედოთ როგორ იმუშავებს მე გახურებული. პლუს აკუმულატორი რომ მქონდა მოხსნილი, როგორც ვიცი, ადაპტაცია ჭირდება რომ თავიდან გაიაროს კომპიუტერმა. ჩალჯის მესამე დღე გვაქვს და უკვე ფინიშთან გავდივარ. ფინიშის ხაზზე ვარ. ეხლა დამრჩა ბოლო წვრილმანი რაღაცეები, აი მინდა გავხეხო ეს კოლექტორები, გავალამაზო შეძლებისდაგვარად მაქვს რაღაცეები, წვრილი შკურკა, რომელთაც მინდა გავხეხო და მე მგონი ეგ არის. ეხლა ჩავუჯდები და მივხედავ საქმეს. ესე იგი, რომ შევაჯამოთ სერვისმა კარგად ჩაიარა, მოტო გამოცოცხლდა და გამოფხიზლდა, კოლექტორები შეძლებისდაგვარად გავწმინდე. ამ დღეს უბრალოდ თბილისში მომიწია დაბრუნება და ვერ მოვასწარი შემაჯამებელი ვიდეოს ჩაწერა. მაგრამ არა უშავს, წინ გელოდებათ მოტოს მიმოხილვა, გასეირნება, ტესტ რაიდი და დიდგორის ულამაზესი გზა. ასე რომ არ მოდუნდეთ, გამოფხიზლით და გავაგრძელოთ. რა დამტრესუნია, ვინ იწვის? იმედია მე არა. რამდენ წუთში გამოვიარეთ, ბიჭო? 15 წუთში გამოვიარეთ ეს მაგისტრალი? Nice. Oh, chime. აი გადმოვიდა და მოგორავს, ხო? რა შვები ზმო? ოპა. ოქსა შემოვედი ეს რა არის? სად მოვედი? აუ რა ხედია ხო არ გადაო. Adventure მინდა მეთქი ამ ლეხანი გავიძახი და აღარ მინდა მე მგონი. რავი აქ სად ამოვედი. კარგი, დღეს გვექნება პატარა ტესტ რაიდი და მოტო მიმოხილვა. იმედია ნახეთ წინა ვიდეოში, რაც გავაკეთე, რაც ვიჩალჩე, ჩაუტარე სერვისი, სრული სერვისი რაც შეიძლებოდა და ახლა მინდა გავიარო, შევხედო, რამე შეიცვალა თუ არა, რამე სხვაობა მოგვცა თუ არა და გაგიზიარებთ ყველაფერს. მოდი განხილვა ვიზუალით დავიწყოთ. ეს არის Yamaha FZ6 2005 წლიანი. არ ვიცი, შეაფასეთ ვიზუალად როგორ გამოიყურება. თავისი ასაკიდან გამომდინარე ვფიქრობ, კარგად არის შენახული და მაინც ახლა გინდა არ გინდა რაღაც წვრილმანი პატარ-პატარა დეტალები არის, რაც ასე ვთქვათ შეილახა დროის განმავლობაში, მაგრამ ეგ არაფერი. თავიდან ეს მოტო რომ ვნახე, ანუ სანამ ვიყიდიდი, პირველი რაც თვალში მომხვდა ეს იყო დისკები. ოქროსფერი დისკები. მეთქი რა შუაშია, საიდან? რატო? იმიტომ რომ მოტო არის წითელი, შავი, ჩარჩუ აქვს ვერცხლისფერი. არ მომეწონა ძალიან ეს ფერების ასეთი შეხამება. და ვფიქრობდი ვერცხლისფრად შევღებო თქო, ანუ ჩარჩოსფერი მინდოდა დისკებიც. მაგრამ რაც უფრო დიდხანს მყავს ეს მოტო, რაც უფრო მეც დავდივარ, მით უფრო მეტად მგონია რომ მომწონს. რატო? არ ვიცი. ვიზუალი ცოტა ისეთი სუბიექტური ამბავია და ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს. ეს თქვენ შეაფასეთ, შეხედეთ, ახლა ახლოდან კიდე განახებთ კადრებს და უბრალოდ მითხარით კომენტარებში როგორია, მოგწონთ, არ მოგწონთ, რას შეცვლიდით, შეღებავდით თუ არა დისკებს და ასე შემდეგ. კარგი, ახლა გადავიდეთ ტექნიკურ მახასიათებლებზე, უცებ გადავურბენ მშრალ ციფრებს, ძალიან რო არ გაგვეწელოს ვიდეო და ამის მერე
დავკოქოთ, მოусმინოთ ძრავს და წავიდეთ დიდგორისკენ. დანარჩენს უკვე GoPro-თი გადაღებულ ვიდეოში შემოგთავაზებთ რაღაც წვრილმანებს, დეტალებს, შეგრძნებებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ძრავს, გვაქვს 4 ცილინდრიანი, 600 კუბიანი ძრავი, რომელიც გადმოსულია Yamaha R6-დან, ფოტოს განახებთ. R6-ისგან განსხვავებით ეს ძრავი არის დეფორსირებული, გვაქვს 98 ცხენის ზალა, 63 ნიუტონ-მეტრი, ანუ თორქი და R6-ისგან განსხვავებით ეს ძრავი ბევრად უფრო ელასტიურია და დაბლებიდან უკეთესი გაწევა აქვს. გესმით ალბათ ხო? რაც შეეხება გადაცემათა კოლოფს, აქ გვაქვს სტანდარტული კლასიკური 6 ჩქარიანი გადაცემათა კოლოფი, რომელიც შედარებით ხმაურიანია და პირველიდან მეორეშიც კარგი ამბორტყმა აქვს. გეგონება რაღაცა გაგრძრებაო, მაგრამ ეგრე არ არის. ეგ ყველაფერი ამ მოტოსთვის და ამ კოლოფებისთვის ნორმალურია. მოკლედ ამის ძრავის და გადაცემათა კოლოფით საკმაოდ გამძლეა. მთავარია დროულად ჩაუტარო ყველა საჭირო სერვისი და ეგ არის. რაც შეეხება დაკიდების სისტემას, წინ გვაქვს სტანდარტული კლასიკური ეგრეთ წოდებული ვილკები, რომლებსაც არანაირი რეგულირება არ აქვს, უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს, არის რბილი და უკან გვაქვს ამორტიზატორი, რომელსაც მხოლოდ სიხისტის რეგულირება აქვს, მეტი არაფერი. მოდი ახლა დავქოქოთ და ხმას მოусმინოთ. მოტოს უყენია სრულიად ქარხნული გამშვები. ეხლა მოусმინოთ ძრავის ხმას, გახურდეს ცოტა. მერე 1-2 ამოუჭერ. მაღალ ბრუნზე როგორი ხმა აქვს მოусმინოთ. დამოვიწყდა მეთქვა, რომ სტოკი გამშვები უყენია, ანუ ქარხნული არაფერი არ არის შეცვლილი და ჩემი აზრით ცოტა ჩუმი არის. მაგრამ არ ვიცი, დაწერეთ კომენტარებში როგორ მოგეწონათ, კარგი ხმა აქვს თუ არა 4 ცილინდრისთვის. ნუ ჩემი აზრით 4 ცილინდრი მაინც 4 ცილინდრია, გინდა არ გინდა რაღაც ხასიათი და ხმა აქვს ორისგან განსხვავებით. რომ არ დაგვაღამდეს და არ გაგვიწვიმდეს, იმიტომ რომ ამით ფუჭდება რაღაც არ მომწონს ღრუბელი. გავიდეთ ახლა გავიაროთ, ავიდეთ დიდგორის მემორიალზე და დანარჩენ კადრებს უკვე GoPro-თ შემოგთავაზებთ. კარგი, გავიდეთ ახლა, გავიაროთ, გავისეირნოთ, გზაში რაღაცეებს მოგიყვებით, ვილაპარაკებ და გავგაზოთ მერე თბილისში სანამ გაგვიფუჭდა ამინდი, იმიტომ რომ რაღაცნაირი ღრუბელი არის, იქით არ მომწონს საერთოდ. ეგ არის. გავედით ახლა, ავიდეთ დიდგორზე. აქ პატარა ოფროუდი შემოგთავაზეთ, ჩემი ადვენჩერი, სადმე არ ჩავარდი აქ, ორმო არ იყოს. მიდი. ეგ არის. არა, ნახე, შეუძლია. გადაწყდა სვანეთში მივდივარ. ძალიან, ნუ გაუთამამდები. ეგ არის, გამოვედით. წავიდეთ ახლა გავგაზოთ დიდგორზე ავიდეთ. ძალიან ლამაზი გზაა. აქედან არ ვარ ნამყოფი, ორჯერ ვიყავი დიდგორის მემორიალზე და ორივეჯერ მეორე გზით, ანუ მცხეთიდან რო გამოდის. ამიტომ GPS-ით მივდივარ და მოსახვევი სად როდის მომიწევს, მაგის მიხედვით წინასწარ ვანელებ, ვაჩქარებ და ასე შემდეგ. არ ურისკავთ, არ არის საჭირო. უნდა მესაუბრა შეგრძნებებზე, ხო, როგორი არის. ესე იგი, რაც შეეხება ჯდომს და კომფორტს. სავარძელი ძალიან რბილი და კომფორტული, ანუ მართლა სავარძელი არის. შეგიძლია წამოწვე აქ. სადმე რომ მიდიოდე შორგზაზე, ლოგინს გაიშლი, წამოწვევი დაიძინებ, იმ ხელა არის. აბა აქ გადასწრებებს არ ვართ, Fusion.
დაკიდების სისტემაც ისე არის დარეგულირებული, რომ ძალიან კომფორტულად გადაადგილდები, ანუ ყოველდღიური გადაადგილებისთვის არის იდეალური. პირველ რიგში ეს არის სტრიტი და არა სპორტი, ამიტომ არ მოეთხოვება ამას რაღაც სპორტული დაკიდების სისტემა, სიხისტე, სიუხეშე. ძალიან რბილია, კომფორტულია. იდეაში სპორტ ტურინგის კლასშიც გადის ეს რაღაც მხრივ. Adventures და Cruisers ვერ შეედრება, მაგრამ იმის გამო რომ წინ ასე თუ ისე რაღაც პლასმასები გვაქვს, ქარისგან დაცვა გვაქვს და ამის გამო შორმანძილზე სიარული საკმაოდ კომფორტულია. სულ დამავიწყდა მე თქვა, რა შედეგი მოგცა სერვისმა, ეხლა შეიძლება გაგიკვირდეთ ბევრს. რა შუაშია ზეთის შეცვლამ რა შედეგი უნდა მოგცეს და ასე შემდეგ, მაგრამ აქამდე რა ზეთიც მქონდა. ამ სოილი იყო, ანუ თითქოს კარგი ბრენდი არის და ვერ იტყვი რომ სუდი ზეთიაო, მაგრამ მოტული რომ ჩავუშვი, მოტომ ამოისუნთქა, ანუ რეალურად ძრავი უფრო წყნარი გახდა, სტაბილური, მშვიდი. გადაცემათა კოლოფიც იმდენად უხეშად აღარ მუშაობს, ანუ პირველიდან მეორეში აქამდე რო ვრთავდი, ძალიან ძლიერ და უხეშ დარტყმას ვიღებდი ხოლმე და ახლა ბევრად უფრო სტაბილურად ირთვება სიჩქარეებიც. მთლიანობაში ძრავისა და კოლოფის ხმაც შემცირდა, უფრო მშვიდი და უფრო წყნარი გახდა. და ესეც ჩვენი დიდგორი. იქით გავჩერდეთ ცოტა ხანი. მოვედით, ესეც ჩვენი დიდგორი, ულამაზესია. კარგ დროს მოვედი, მთავარია არ გაგვიწვიმდეს ახლა და არ დაგვეღამდეს ძალიან. 1-2 ფოტო გადავუღოთ. ეხლა ვფიქრობ, ისე წავიდე თბილისისკენ, თუ დავბრუნდე უკან გზით. მე მგონი მცხეთით წავალ. კარგი გვეყოფა ხედებით ტკბობა, წავიდეთ ახლა სახლისკენ, არ დაგვეღამდეს, ჩავასროთ თბილისში, რამეს ერული არ მიყვარს. ოპ. ეხი გამიცურდა მოტოკინეღამ წამექცა, ყოჩახ. კარგი, წავედით სახლში. გავიდეთ და გზაზე არსებული ხედებით დავტკბეთ. არ მახსოვს ვთქვი თუ არა ვიდეოში. ეს არის ჩემი პირველი მოტო, ანუ პირველი სეზონია. ჯერ ახლა ვსწავლობ, არ ვარ, რა თქმა უნდა, პროფესიონალი მრბოლელი, მოსახვეებში შესვლაშიც კიდევ ბევრი პრაქტიკა მჭირდება, მაგრამ ერთი ის ვიცი, რომ ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე და ვიყიდე ეს მოტო. იქ ყველაფრით მაკმაყოფილებს, ჩემთვის არის იდეალური. ანუ ბევრი იფიქრებთ და იტყვით, რომ 600 კუბი ბევრი არის დამწყებისთვის. ნუ რაღაც ფრევი დაგეთანხმებით კიდეც. ექვსასი კუბი საშეშია, მით უმეტეს 4 ცილინდრი, მით უმეტეს ამხელა მოტო. არ არის ახლა მსუბუქი, არ არის მოქნილი. ბევრ დამწყებს გაუჭირდებოდა ალბათ ამ მოტოზე. სიარული, სწავლა და ასე შემდეგ. ძალიან ახლოს შევდივარ მოსახვევში, ანუ ცენტრში უმჯობესია ნაპირი დაიკავა, იმიტომ რომ იქიდან მანქანა რომ მოდიოდეს, დიდი ალბათობით გამიტანს. ასეთ დაღმართებზე აუცილებელია ძრავით მუხრუჭი დავამუღამოთ და თავად მუხრუჭები არ გადავახუროთ. ეხლა იდეაში მეორეთი მივდივარ და ძრავს ვიხმარ ძირითადი სიჩქარის დასაგდებად. ძალიან ბევრი ამ გზაზე ისე დადის, ანუ ზეპირად იციან ეს გზა. Devil Boy თუ იცით. ისეთ რაღაცებს აკეთებს, ისეთ მანევრებს ასრულებს. არ ვიცი, მარტო კეთილის შურით თუ შეგშურდება და უყურებ მის ვიდეოებს, ანუ ფიზიკურად მე არ შემიძლია ეგეთ რაღაცების გაკეთება, იმიტომ რომ ვერ გავრისკავ, მით უმეტეს გზაც არ ვიცი და პლუს ამას პირველი მოტოა, პირველი სეზონია. და არ მაქვს ის სკილები, რომლებიც მომცემდა მაგის უფლებას. წყნარად შვიდათ ვიაროთ, ეხლა მეორეს ვაწურინებ ძირითადად, იმიტომ რომ აჩქარებასაც ვიღებ, პლუს ძრავითაც ვამოხრუჭებ.
თავისი წონისთვის, გაბარიტებისთვის და სტილისთვის, ანუ საერთოდ არ აქვს ახლა ამ სპორტული დაკიდება. მიუხედავად ამ ყველაფერისა, ძალიან კარგი მანევრი აქვს. ძალიან სასიამოვნო მოტოა, რაღა დაგიმალოთ. იდეალურია ჩემი აზრით. აი, ჩემთვის არის იდეალური. მაგრამ არა, მაინც adventure მინდა მაინც. ვახშენი. რა იყო, რა მომხდა ვიზორში ამ ხელა? რაღაც ჩემ წინ დაფრინავდა. აუ, ძალიან კარგი აჩქარება აქვს. სადღაც 8000 ბრუნიდან უკვე მიაქვს. მანამდე მაინც ეთყობა რომ სპორტული მოტოდან არის გადმოსული ეს ძრავი და დაბლებში ასე 6000-მდე უჭირს აკრეფა და მერე ასე 8000 ბრუნიდან უკვე კარგად იკრებს. აი გზნობ კიდეც ეხა 8000-მდე სანამ ავედი. აი თითქოს რაღაცას ელოდებოდა, ფიქრობდა. როათასი ბრუნის მერე უკვე ძალიან კარგად იხსნება და სასიამოვნოდ მიდის. აუ, რამხელა სიამოვნება არის, ვერც კი წარმოიდგენთ. ასეთ გზებზე ყოველთვის მაქვს ჩართული GPS-ი, იმიტომ რომ მიჩვენებს სად არის მოსახვევი, სად უნდა დავიწყო შეჩერება, იმიტომ რომ არ ვიცი ეს გზა იმდენად კარგად სულ ორჯერ ვარ ნამყოფი და ძალიან კარგი გამოსავალია, როდესაც გზას არ იცნობ, ჩართე GPS-ი და მიყევი, გიჩვენებს, ანუ ვიზუალურად ხვდები სად უნდა დაამუხრუჭო, სად გიწევს მოსახვევში შესვლა და ასე შემდეგ. აი ხო ხვდები რომ ცოტა ესეთი გრძელი გამყოლი მოსახვევი არის. აუ, რა ლამაზია. აუ, რა ლამაზია, უბრალოდ ამას შეხედეთ. რამხელა სიამოვნება. მაგრამ ჭკუით უნდა ვიაროთ. აუ, რა კარგია რა, აი. ყურები დამიგუბდა სიმაღლიდან, რა ჩამოვედი, სიმაღლის ცვალებადობის გამო. მიყო გავდა და რა გვექნა. ზაღლი ფრთხილად, რა იცი არ გადმოირბინოს. ჩათლახო. ჩამოვედით უკვე მოსახლეობაში. რა სასიამოვნო იყო. ისეთი გზა ყოველ შაბათ-კვირას რომ უნდა გამოხვიდე ყოველ ვიკენდზე. გამოხვიდე, გამოიკატაო. გაინიაო გონება, გადავახტეთ. ოპა, გადავახტეთ. რას უნდა გადავახტეთ, ძმა? ბენგ. აი. ბრავო. იმედია გული არ გაუხეთქე, მაგრამ ჭირდებოდა აჩქარება, უცებ რო გადამესწრო. აუ, შევიაროთ მაღაზიაში, წყალი ვიყიდოთ თორე გაშრაყელი. კარგი, სად გავჩერდით?
იმიტომ არ მიყვარს ღამეს სიარული რა, ანუ ვის როგორი განათება უყენია ვერ გაიგებ. ანუ გაბრმავებენ. თან ვიზორში, ახლა რომ მოდიხარ გზად რაღაცეები ხდება იქ მწერები გაქვს ვიზორზე დაგროვებული, გასაწმენდია, ეგ ყველაფერი წინ ეკლავს სუდად ამ შუქს და მოკლედ სუდად ბრმავდები და ამიტომ არ მიყვარს ღამეს სიარული და ეხაც არ მინოდა რომ დამღამებოდა, მაგრამ არა უშავს. წესით კარგ დროს ჩავალთ. GPS-ი 38 წუთს აჩვენებს და ხა ჩემი სიარულის ტემპით 9 საათში უნდა ვიყოს სახლში წესით. სანამ მაგისტრალზე გავალთ, მანამდე მინდა ჩემი მომავალი გეგმები გაგიზიაროთ. ხო, ისე აქვე გეტყვით, თან გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოებიც. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან მინდა სადმე სამოგზაუროდ გასვლა. კარვით, საძილით და სხვა ესეთი სალაშქრო აღჭურვილობით ყველაფერი მაქვს. ლაშქრობებიც მიყვარს, უბრალოდ ამ ზაფხულს ვერსად გავედი სამწუხაროდ. მოტოს გადავყევი, მთელი ჩემი დრო და ენერგია რაც მქონდა, მოტოს დავუთმე. ასე რომ სხვა ჰობი და ინტერესები რაც მქონდა, გვერდზე გადავდე. ახლა მინდა მოტოთი გავიდე. იდეაში სვანეთში წავიდოდი, ძალიან მინდა, დიდი ხანია მინდა სვანეთში ასვლა. როგორც ინფორმაცია მოვიძიე, ნორმალური გზა არის, ამ მოტოთით სავალ არ არის აუცილებელი. მაღალი გამოვლობის მოტო ყავდეს, adventure ან enduro ან რამე მსგავსი. ხო და არ ვიცი, თუ მომიხერხდა დროის მხრივ აუცილებლად წავალ და ამ მოტოლოგსაც შემოგთავაზებთ, გადავიღებ. პლუს ამას ზღვაზეც მინდა წასვლა კარვით, საინტერესო იდეაა, ხო? ზღვაზე კარვით. ვარ სხვათა შორის ერთხელ ნამყოფი და საინტერესო გამოცდილება იყო. ეხლა მოტოთი გავიდოდი, გავიმეორებდი. ოღონდ ერთი ღამით ვიყავი და ალბათ რამდენიმე დღით დავრჩებოდი სიამოვნებით. კიდე ბევრი მოგზაურობა მაქვს გეგმაში და გონებაში, უბრალოდ რამდენად განვახორციელებ ამ წელს ყველაფერს, ეგ არის საკითხავი. სამცხე-ჯავახეთში მინდა ჩასვლა, არ ვარ ნამყოფი. ზოგადად ციხესიმაგრეების მოყვარული ვარ და სიამოვნებით დავივლიდი იქით სამცხე-ჯავახეთში. ძალიან ბევრი ისტორიული შენობა ნაგებობა გვაქვს. ისტორიით ძალიან მდიდარი კუთხეა და გავიდოდი სიამოვნებით, შემოვივლიდი. ვარძიაც არ მაქვს ნანახი. აი ვარძიაში წავიდოდი და გზად თუ კი რამე არის ისტორიული შენობა ნაგებობა, რაღაც საინტერესო სანახავი, ყველაფერს ნახავდი და თან გადავიღებდი. პლუს ამას FPV დრონიც მაქვს, გეტყვით აქვე. საწყალი ჩემი დრონი, სულ მივივიწყე, ანუ რაც კი მქონდა დრო, ენერგია, ფინანსები, ყველაფერი მოტოში ჩავდე და ჩემი დრონიც ცოტათი დამეჩაგრა. მაგრამ ეგ არაფერი, ახლა მინდა მიუბრუნდე ისევ, იმიტომ რომ მოტოსეზონი ნელ-ნელა ამოიწურება, ჩემ FPV დრონსაც მოვქოქავ და თან აი მოტომოგზაურობაში თუ წავალ, ვფიქრობ წავიღო და რამე საინტერესო კადრები გადავიღო. ისეთი კადრები, როგორიც ნანახი არ გექნებათ დიდი ალბათობით. ზემოთ რა კარგი სიგრილე იყო, ჩამოვედი თუ არა დამცხა. პლუს ძრავის სიმხურვალეც ეგრევე გიწოვს ფეხებს, გიწოვს რა გრძნობა რა სასიამოვნო სითბოს ფეხებში. მოახლოვდებით ნელ-ნელა მთავარ მაგისტრალს, თბილისს. კიდე რა უნდა მეთქვა, ეხლა ამ მანქანებს მივყვები ამდენი ხანი. იმდენად წყნარი არის დაბლებზე, რომ საერთოდ არ გინდა აჩქარება, გაზის მიცემა, რაღაცა მაიმუნობა, ჩასლახობა, ანუ პროვოცირებას არ ახდენს. დაბლებში როცა არის, ძალიან წყნარად, მშვიდად მიგორავს, მიგიყვანს ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე, საერთოდ არ შეგაწუხებს, ზედმეტ ხმას არ ამოიღებს, არაფერს გეტყვის და როცა მოგინდება ჩაჭერა, აჩქარება, გასწრება, ეგეც არ არის პრობლემა. მაგალითად, აი ახლა მივდივართ, მივგორავთ და უცებ რატომღაც მოუნდა ჩაჭერა და აჩქარება. მოკლედ, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე დარჩით და უყურეთ ვიდეოს. იმედი მაქვს მოგეწონათ. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, რადგან წინ კიდევ ბევრი საინტერესო მოტოლოგი და მოტომოგზაურობა გველის. ასევე დამიწერეთ კომენტარებში, როგორ შეაფასებდით ვიდეოს. გამიზიარეთ თქვენი აზრი. ეს ყველაფერი ძალიან დამეხმარება და დამატებითი мотиваცია იქნება ჩემთვის. ასე რომ, ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით და ყველას მშვიდობიანი რაიდი.